Christmas is the opportunity for a special. შობა ძალიან სასიხარულო დღესასწაულია, როცა მთელი ჩვენი ოჯახი ერთიანდება. საშობაოდ კი ყველანი ერთად თბილისში ვიკრიბებით. იოლი არ არის მჭიდრო ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნება გეოგრაფიული და დროის დისტანციის პირობებში. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ქალიშვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ან დილით ადრე უნდა დაველაპარაკოთ, ან გვიან ღამე დროშის სხვაობის გამო. ყოველ შობას ჩამოვდივართ, რომ დღესასწაულის პერიოდი ერთად გავატაროთ. ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთმანეთისგან დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენი უცვლელი ტრადიციაა ის, რომ შობას აუცილებლად ერთად ვიკრიბებით. ნაძვისხესაც ყოველთვის ერთად ვრთავთ ხოლმე და შემდეგ საშობაო ვახშამი გვაქვს. შობის ღამისთვის ყოველთვის ვამზადებთ თევზს. ხვალ ლანჩზე ლაზანია და ინდაური გვექნება. ზოგადად მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. მე კი ჭამა მიყვარს. ეს არის პანეტონე, იტალიური ტრადიციული ნამცხვარი, რომელიც ყოველთვის გვაქვს დღესასწაულის პერიოდში. ცომი ჰაეროვანია და მას სხვადასხვა სახის ჩირი ემატება. თუმცა სახლში არ ვაცხობთ, ძალიან რთული პროცესია. როგორც წესი ვყიდულობთ ხოლმე. იტალიაში ცნობილი საკონდიტრო სახლებია, სადაც ამ დესერტს ამზადებენ. მე იტალიაში არ ვცხოვრობ, მაგრამ მიჩვეული ვარ იმას, რომ ჩემი წილი იტალია სულ თანდამ აქვს. სადაც არ უნდა გვეცხოვრა დედას ყველგან იტალიური გარემო ჰქონდა შექმნილი. მუშაობ, მიყვარს მეგობრებთან დროის გატარება, ოჯახური სადილები. მე ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ ბევრი იტალიელი მეგობარი მყავს. ხშირად ვიკრიბებით, ჩვენს ტრადიციულ კერძებს ვამზადებთ. ვცდილობთ უცხოელ მეგობრებს ჩვენი კულტურა და მათ შორის სამზარეულოც გავაცნოთ. ჩემ მშობლებს მოსწონთ თბილისში ცხოვრება და ცდილობენ იტალიური ტრადიციები საქართველოშიც შეინარჩუნონ. ანსაცმელს იტალიაში წყიდულობ და თბილისშიც. ჩემი საყვარელი მაღაზიები მაქვს. მომწონს ქართველების სტილი, ძალიან კარგად იცვამენ. მათი გემოვნება მარტო ჩაცმულობაში კი არა, სხვა დანარჩენშიც საგრძნობია. მაგალითად, ინტერიერის დიზაინში. ჭურჭელი იქნება ეს თუ ნახატები. ქართველები და იტალიელები გარკვეული თვალსაზრისით ძალიან გვანან ერთმანეთს. ბევრს ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წასასვლელად ემზადებიან. ქართველებსაც და იტალიელებსაც უყვართ მოდა, მისდევენ ტენდენციებს და სტილის კარგი შეგრძნება აქვთ. გარკვეულ ეტიკეტს ჩაცმულობაში ბავშვობიდან მივეჩვიეთ. პატარა ასაკიდან ვისწავლეთ, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ოფიციალურ ღონისძიებებზე, რა ჩარჩოებში გვაქცევს დიპლომატიური ეტიკეტი. მამას ხაზგასმით არასდროს უზრუნია ამაზე, მაგრამ დედა კარგი მაგალითი იყო იმისთვის, რომ გარკვეულ ნორმებს მარტივად შევჩვეოდით. ისე გავიზარდეთ, რომ ხშირად გვიწევდა ოფიციალურ სადილებსა თუ მიღებებზე დასწრება. შესაბამისად, სწორად ჩაცმა ამ ღონისძიებების ნაწილი იყო. თუ საქმე ოფიციალურ მიღებას არ ეხება, მაშინ მამა ჩვენს ჩაცმულობაში არასდროს ერევა და ის გვაცვია, რაც მოგწონს. ზოგადად ოჯახში ყველას გვიყვარს ლამაზად ჩაცმა, ფოტოების გადაღება, სადღესასწაულო ვახშამი. ოჯახური ბედნიერების საიდუმლო პასუხი ბანალურია. სიყვარული. სიყვარული, ოჯახის სიყვარული. ერთმანეთი 15 წლის ასაკში გავიცანით. მოგვიანებით ოჯახი შევქმენით და 5 ქალიშვილი შეგვეძინა. ბიჭი ძალიან გვინდოდა, ვხუმრობ ხოლმე, რომ ამიტომ ყავს 5 გოგო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, რეალურად კი გოგოს მამობის უპირატესობა ისაა, რომ ვფიქრობ 5 გოგოს აღზრდა უფრო იოლია, ვიდრე 5 ბიჭის. მასთან ცხოვრება ძალიან იოლია, უყვარს ოჯახი, გახსნილი და ოპტიმისტი ადამიანია. ბევრს მოგზაურობთ. იმ ადგილების გარდა, სადაც ჩემი სამუშაოს გამო გვიწევდა ცხოვრება, ისედაც ბევრ ქვეყანაში ვართ ნამყოფი.
საქართველოში ჩემი ფავორიტი კუთხეები სვანეთი, ხევსურეთი და თუშეთია. იქ რომ ჩავდივარ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ დრო გაჩერებულია. ბუნება, სახლები მომაჯადოვებელია. თავისუფალ დროს ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ვკითხულობ. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მომწონს ქართველების ტრადიციები, სამზარეულო ღვინო, ადამიანები და ოჯახური თუ მეგობრული ურთიერთობები. ის სიახლოვე, რომელიც აქ აქვთ ადამიანებს, ძალიან ჰგავს იტალიელების ურთიერთობებს. გულდასაწყვეტია, რომ ქართულად ვერ ვლაპარაკობთ. თუმცა ქართული ენის სწავლაში დროისა და ენერგიის ინვესტიციას ვამჯობინეთ ეს რესურსი ადგილობრივებთან ურთიერთობისთვის გამოგვეყენებინა. Stasera mangiamo pesce.